მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, აგრძელებთ გადაცემათა ციკლს დიდი მარხვა. ჩვენი დღევანდელი საუბარი ეხება დიდ მარხვის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს, ნების კვირის 4 შაბათს, როგორც ის წოდება დიდ 4 შაბათად. ეს არის განსაკუთრებული დღე, თქვენ იცით, საერთოდ 4 შაბათი, ყველა 4 შაბათი არის ამ 4 შაბათთან დაკავშირებული თავისი მნიშვნელობის გამო. და წმინდა ეკლესიაშიც 4 შაბათი და პარასკევი დღის მარხვები დაწესებულია იმ დიდ მნიშვნელობასთან, რაც აღსრულდა დაკავშირებული ამ დღეებთან. ეს არის დღე, როდესაც იუდამ გასცა მაცხოვარი, ამიტომაც ყველა ქრისტიანი მარხულობს 4 შაბათ დღეს, ამ დღეს მოსახსენებლად, რომ ესე იგი ყოველგვარი თავისი საქმის შორს დაადგეს უფლის გაცემისაგან და გამტკიცდეს რწმენაში და პარასკევი დღეც იცით რომ არის მარხვა დაწესებული ყველა პარასკევს, იმიტომ რომ ეს არის მაცხოვრის ჯვარცმის დღე. ამიტომაც ამ დღეს, რა თქმა უნდა, არ არის იული ამ თემაზე საუბარი. სახარებისგან მოკლედ არის ამაზე მოთხრობილი ამ დღესთან დაკავშირებით. ეს დღე არის ერთგვარად უფრო საიდუმლოებით მოცული, არ არის იმდენი საკითხები როგორც სამშაბათ დღეს, იყო ეს რამე თუ უფალმა იცის თავის ყოვლიცოდნეობით თუ რომელი მოწაფე ჩადის ამას და აკეთებს ამ გაცემას და ამიტომაც ესე იგი 4 შაბათი დღე არის ძალიან შეიძლება ითქვას ძალიან ესე იგი დიდი უარყოფითი ემოციები დადვირთული დღე. ამიტომ ესე იგი უფალი თვითონ ამოს მათეს სახარების 26 თავში უწყით ამიტომ შემდგომად 2 სატესავ ნება იყოს და ძე კაცისაე მიეცეს ჯვარცმად. ამ დღეს წარმოიქმნება ეს სიტყვები, იმიტომ რომ ნება მოხდება პარასკევს ჯვარცმა უფლისა, ამიტომაც სახარების სიტყვები ეკუთვნის 4 შაბათს, დიდი 4 შაბათს. მაშინ შეკვეს მდელ მოძღვარნი, იგი მწიგნობარნი და მოხუცებული ერისანი ეზოსა მას, კაიაფა მდელ მოძღვრისა. კაიაფა მდელ მთავრის, ესე იგი ეზოში შეიკრიბნენ მდელ მოძღვარნი, წიგნობრები, ფარისეველნი, მოხუცესები, რომ ესე იგი მათ განიზრახეს, საბოლოოდ გადაწყვიტეს უკვე აი ამ შეკრებაზე, ამ ბოროტ შეკრებაზე. Rod განზრახვით, რომ ესე იგი ჩამოიცილონ უნდა ქრისტე უნდა მოკლანის, მაგრამ უნდა მოხდეს ეს ჩუმად, უნდა მოხდეს ისე რომ არ გამოიწვიოს ამ შფოთი მღელვარება, რამე თუ ძალიან ბევრი მინდევარი და მატიმცემელი და თაყვანისმცემელი ყავს უკვე ქრისტეს ებრაელთა შორის. და თვითონ კაიაფა მოძღვარს უწოდებს წმინდა წერილი, როგორც ვარაუდობენ, რომ კაიაფა ეს არის მისი რაღაც მეტსახელი, ან შეიძლება გვარი მისი ნამდვილი სახელი იყო იოსები. ამიტომ ესე იგი რომ სხვა იოსებში არა ერიოსის, ამიტომ წმინდა წერილი კაიაფას ყველაზე უფრო ცნობილ მას აუწყებს კითხველს მის სახელს. და რა ხვაყეს რაითო იესოს საკვითა შეეპყრონ და მოკლან. მაგრამ იტყოდნენ ერთმანეთში, ნუ დღესაც წაუსა ამას, რაით არა შფოთი იქნეს ერთსა შორის. იგი ასეთი იყო მათი განზრახვა. და აი ესეთი იმით ცდილობენ ისინი რომ მოაგვარონ ეს საკითხი და ჩამოიცილონ როგორც ესე იგი თვითონ თვლიან. რა თქმა უნდა ისინი დაბრმავებულები არიან, ვერანაირ თავის გულისხმის ყოფას, შინაგან ხმას ვერ უგდებენ ყოველს. და ერთგვარად შეიძლება ფიქრობენ კიდევაც რომ ისინი აკეთებენ ძალიან პატრიოტულ და ძალიან ეროვნულ საქმეს და საღვთო საქმეს. როგორც ერთ ადგილას წმინდა წერილი საუფალი ამბობს, თქვენ მოკლავენ დევნიან, ტანჯავენ და ამით ეგონებათ რომ სხვაფრის შეწირეს ღმერთს, რომ ამით ეგონებათ რომ ისინი ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ. და აი ამ ასეთი შემთხვევას გვაქვს ადგილი ამ დღეს. ხოლო იესო თვითონ იყო ბეთანიას სახლსა სიმონ კეთრომისას. აი ამ დღეს სიმონ კეთრომის სახლში იყო ბეთანიაში მაცხოვარი, რომელიც არც ისე შორს იყო იერუსალიმიდან, მოუხვდა დედაკაცი, რომელსაც აქვს ალაბასტრი ნელსაცხებელისა, მრავალ სასყიდლისა, დაასხა თავს ამისა, ინახი მჯდომარეს. და ნელსაცხებელი ძალიან ძვირფასი ერთი დაასხა მას ინახით მჯდომარეს თავზე, ხოლო იხილეს და მოწაფე და განრისხდა იტყოდეს, რამე თუ
ვისაც იყო წარწმიდან ნილსაცხებელი სამისა. და რატო დაიღვარა ეს ნილსაცხებელი, რატო დაიკარგა ასე ფუჭად, რამოდო შესაძლებელი იყო ესე განსყიდა დიდძალისა და მიცემად ლახაკთან. ხოლო იესო გულისხმაყოლდა რქვა მათ, რა ისა შრომასა შეამთხვე დედაკაცსა მაგას, რამე თუ საქმე კეთილი ქნა ჩემდა მომად. რამე თუ ლახაკნი მარადი თქვენთანა არიან, ხოლო მე არა მარადი თქვენთანა ვარ, ამბობს უფალი. რამე თუ დამასხა მაგან მე ნილსაცხებელი ესე ხორცდა ჩემთა და დასაფლავად ჩემდა ყო. და ამბობს უფალი რომ ეს მან წინასწარმეტყველურად გააკეთა ამ დედაკაცს, რატომ შეამთხვეს რაიმე შრომას ან წუხილს ამ დედაკაცს, რამე თუ მან ეს გააკეთა იმისათვის რომ იწინასწარმეტყველობს ჩემს მალე გარდაცვალებას, მალე დაფლას ჩემსას. თითქოს ეს ზეთი არ შემაშრება, სანამ მე საფლავში არ დავიმკვიდრებ. თითქოს აი ესეც სიტყვებს ამბობს უფალი და ზოგიერთი მოწაფეთაგანიო შერისხავდა აი ამ დედაკაცს. ამინ ამინ გეტყვით თქვენ, სადაც იქადაგოს სახარებეს ყოველსა სოფლსა, ითქმოდის რომელიც ეყო მან სახსენებლად მაგისა. ყველგან სადაც კი სახარება იქადაგება შემდგომ დროისა, რასაც ამას მოციქულები მაშინ ვერ ხვდებიან. ყველგან იქადაგება აი ამ დედაკაცის გაკეთებული კეთილი საქმე. მაშინ წარვიდა ერთი იგი 12-თაგანი, რომელსაც ერქვა იუდა ისკარიოტელი, დელ მოძღვართა მათ. ერთ-ერთი ვინც და მოთავი აი ამ შერისხვისა და აი ამ უპაყოფილების გამომხატველი, როგორც ჩვენ ეს სხვა საუბარში აღნიშნეთ, იყო იუდა ისკარიოტელი. იოანე ღვთისმეტყველი პირდაპირ ამბობს მის შესახებ, რომ ის იყო პარავი, იპარავდა საერთო ფულს თავისი ძმებისას, მოციქულებისას და არა იმის ლახაკების რუნვით გააკეთა მან ეს, არამედ იმით რომ შემოსულიყო კიდევ ფული საერთო შესაძლებლობაში და იქიდან მოეპარა შემდგომ ისო. და ამ დროს ესე იგი უკვე იუდა ისკარიოტელი ამ განზრახვით არის შეპყრობილი, მას უკვე წინააღმდეგობა აქვს დიდი მაცხოვრის მიმართ, არ ჯერა მისი, დავიწყებულია ყველა სასწაული, ყველა სიკეთე და რაც სიკეთე გაუკეთა მან თვითონ და რა სიკეთებს და სასწაულებს აღასრულებდა ის უფლის ძალით, ეს ყველაფერი დავიწყებული აქვს და თვითონ უხუცესებისა და მწიგნობრების და ერისმთავრების ეს საკურული მანქანება ამუშავებულია და მიწვდა იუდას, ყველაზე სუსტს მოციქულთა შორის. მიწვდა მას ეს მანქანების ძალა და მის გულში ჩათესა მისი გაცემის და მისი ხალატის სურვილი. ახეთ ეს ისე კი არ ხდება, რომ იუდა უცებ წავიდა აი ამ გაბრაზებული, არამედ მან ის გაიგო, რომ მის მოსასყიდად ფულს იმეტებენ, მაგრამ ეს ფული არ არის ძალიან დიდი, 30 ვერცხლად ყიდის ის. ეს ფული არ არის ძალიან დიდი ფული, მაგრამ ამაზეც თანახმაა. თითქოს ამას ფულის გამოცხით არ აკეთებს, მაგრამ ასე ხდება, რომ ესე იგი რომ გაიგებს, რომ მასზე ფულია რაღაცა დასებული, ეს უკვე მიდის, ეს ხმა მას წდება და ის უკან ესე იგი მიიზიდავს ამ ბოროდი განზრახვისკენ იუდა ისკარიოტელს. და რქვა, რა იგნებას მოუცემად ჩემდა და მე მიქცე თქვენ იგი. ხოლო მათ მიუწონეს მას 20 და 10 ვერცხლი. იგი მივიდა ის და უთხრა რას მომცემთ მე რომ მე თქვენ ის მიქცეთ. აქ საუბარი იმაზე რომ მაცხოვარი ხილვად დადიოდა და ძალიან კარგად იცოდნენ ის საათი, მაგრამ აქ არის ხელსაყრელ დროზე საუბარი, როცა არავინ არ გაიგებს და ძალიან მყუდრო, ძალიან წყნარ ადგილას მოხდება მისი დაპატიმრება. და მიერიდან ეძიებდა ჟამსა მარჯვისა, რაითა მისცეს იგი მათ. და ამ დროს ეს გადაწყვეტილება მან უკვე შეიძლება ითქვას არათუ ფიქრად ქონდა უკვე გადაწყვიტა რომ გასცეს და მოურიგდა კიდევაც უკვე ერისმთავრებს და წიგნობრებს და ფარისევლებს. და მიუხედავად ამისა, რა მხოლოდ თალთმაქცევა ჭირდება იუდას, რომ მან არ შეიმჩნიოს ეს თითქოს, მაგრამ ყოვლივცოდნელი უფალმა იცის ეს. ესე იგი ამის შემდგომ ესე იგი იუდა ისკარიოტელი ეძებს მარჯვე მომენტს, როდესაც უნდა გასცეს მან ეს. და რა თქმა უნდა, ყოველთვის ეკლესიაში ითვლებოდა და ყოველთვის ასე ითვლება, რომ ფულის სიყვარული, სიმდიდრის სიყვარული, სიხარბე ეს არის დიდი განსაცდელი ადამიანისათვის. და ერთ-ერთი მიზეზი მისი ღალატის თუ ესე იგი შეურაცხყოფის ან იუდაისებრი ცხოვრის ჩადენის უფლის მიმართ. ამიტომ ესე იგი
ყოველთვის წმინდა და მართალი ადამიანები ერიდებოდნენ აი ამ საქმეს და ამიტომაც ბერული აღთქმაში ერთ-ერთი აღთქმათაგანი ეს არის უპოვარება, რომელიც ესე იგი ავალდებულებს ბერს, რომ მას არ ქონდეს არანაირი პირადი ქონება. და ამის უამრავი მაგალითები გვაქვს ჩვენ თვითონ ათონელი მამების ცხოვრებაში, როდესაც შესამოსელიც კი, რომელიც გახდა ძმათა შორის ერთგვარი უკმაყოფილების მიზეზი, ექვთიმე ათონელმა დააწვევინა თავისი ხელი, თავის შესამოსელი ერთ-ერთ დიაკვანს, რომ ესე იგი ეს არ გამختارიყო ძმათა შორის უთანხმოებისა და უსიყვარულობის მიზეზი. და საერთოდ მოძღვარშენი ძალიან უანგარობა და სიგლახაკე ყოველთვის იყო ქრისტიანული ცხოვრების თანმდები ძალიან ძვირფასი სათნოება. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ადამიანს მემკვიდრეობით რჩება რაღაც ქონება და სიმდიდრე და ბევრი ადამიანი მაგალითად როცა ტოვებდა ამ ქვეყანას და მოიძულებდა ამათ სოფლის ცხოვრებას, ყიდდა და გლახაკებს ულიგებდა, როგორც ეს გააკეთა ბევრმა წმინდანმა, როგორც ანტონი დიდმა, შიო ვიმელმა, შიო დიდმა და ყველა ბევრი წმინდანი ასეთი იწყებდა ბევრ ცხოვრებას და ესე იგი არათუ პირიქით რომ სიგლახაკიდან მოეპოვებია ბევრობით სიმდიდრე. პირიქით საშინელი სენიერი და დამოუკველია ყველა მოწმისათვის. ამიტომ ჩვენი კულტურაც, მათ შორის ქრისტიანული ქართული კულტურაც არის აი ამით შეზავებული სისადავისა და უპოვარების სულით, რაც ასე ამშვენებს და ალამაზებდა მას ყოველთვის და ჩვენს უნდა ჩვენი ცხოვრების ყველა დეტალში უნდა ვეცადოთ, რომ ცრუ მოწმე, დამბეზღებელი არ ვიყოთ ესე იგი ვიღაცის მოწინააღმდეგე ჩვენი აი მით უმეტეს მასწავლებლების, მოძღვრების, მშობლების მიმართ და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც განსაკუთრებული სიკეთე აქვს ჩვენს მიმართ ჩადენილი. საერთოდ არ უნდა იყოს ადამიანი ასეთი, მაგრამ აი ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ თავისი დამოკიდებული ან წინააღმდეგობა შინაგანი, ესე იგი მასთან პირადი საუბრით ან შეიძლება ძმათა შორის საუბრით ან მასზე აღმატებული სულიერი ადამიანებთან გაარკვიოს და ასეთი იმით იყოს, რომ არ ექცეს არც ერთ ადამიანს იუდას ცოდვა თავის ესე იგი ნაწილად. ხშირად ხდება ადამიანები ამ ცოდვისგან ამონაწილე და ეს არის ერთ-ერთი მძიმე ცოდვათაგანი და რა თქმა უნდა მით უმეტეს თუ ეს არის უფლის წინააღმდეგ და როგორც ჩვენ უკვე ვახსენებთ ეს დიდი სამშაბათის საუბარში ბევრი ადამიანი და ქართული ადამიანი კომუნისტური რეჟიმის დროს ავტორიტარული რეჟიმის დროს ესე გახდა ნებსით უნებლიეთ მოწინააღმდეგე უფლისა და გაიზიარა ის საშინელი ცოდვა, რაც იუდასა და მწიგნობრებს თუ ფარისევლებს თუ რომაელებს თავს დაატყდათ, ესე იგი ქრისტეს წინააღმდეგ მისი ჯერ შეპყრობით, საკრული ჩასაბრებით თუ მისი ჩვარცმის აღსრულებით. ამიტომ ჩვენ ყველანი და ვცდილობდეთ, რომ ამ ცოდვისაგან დავიკავოთ შორს და ვიყოთ უანგარონი, ერთგულნი. მე ზოგიერთ ჩემში ძალიან დიდ სიმპათიას და გაკვირვებას იწევს მეომართა რაღაც საოცარი ერთგულება თავიანთი ფიცეის მიმართ. ჯერ კიდევ არაქრისტიანულ ეპოქებში და არაქრისტიანულ გარემოშიც ხდებოდა ეს თავიანთი მხედართმთავრების თუ თავიანთი მეფეების წინ დადებული ფიცის ერთგულები როგორ ხდებოდნენ ადამიანები და მით უმეტეს როგორი ერთგული უნდა იყოს ადამიანი უფლის მიმართ. იმის მიმართ, რომელიც არაფერს არ დაუკარგავს არასოდეს. თუ ეს მხედართმთავრები და მეფეები მხოლოდ აქ მიაგებდნენ მათ თავიანთი ერთგულების და ისინი სიცოცხლესაც კი წირავდნენ და თავისი სახელი რო არ გატეხოდათ და მათი სახელი კეთილად მოხსენიებული იყო, რამდენად ესე იგი იყო მათთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი. ეს თუ ასეთია, მით უმეტეს იმ უფლის და იმ მეუფის მიმართ, რომელიც არა თუ აქ, არამედ საერთოდ მარადისობისთვის არაფერს დაგიკარგავს და მისი სიყვარული და მისი ხილებას თუ მისი წინააღმდეგ ჩადენილი საქმის შიშიც
უნდა აფხიზლებდეს ადამიანს, მე ამდენად უფრო ავალდებულებს ადამიანს და რამდენად უფრო უნდა ზრდიდეს ადამიანსში იმ ერთგულების იმ ფიცის, რომელიც მას წმინდა ნათლობის დროს ან ბერული აღთქმის ან ღვთისმსახურების აღსრულების სახურებაში დასაწყისში ესე იგი დადებული სიტყვა რამდენად ავალდებულებს ყველა სასულიერო პირს თუ ქრისტიანს თუ ყველა ადამიანს რომ ესე იგი იყოს უფლის ერთგული. სიკვდილამდე, სისხლის დაღვრამდეც კი ადამიანი უნდა იყოს ერთგული. ამაში არ ისი ამაღლება, ამაშია მისი გამარჯვება მიწიურ და ბოროტ ბნელ ძალებზე, ამით ხდება ის წმინდა, ამით არის სულიერი და ამაღლებული ყველა მიწიურ ქმნილებას თუ კერპზე თუ კერპთაღანიცებლობაზე. ამიტომაც ეს ცუდი სცენი, რაც ებრაელებში ვერცხლის მოყვარეობის არსებობდა იმ დროს. ესე იგი შედის იუდაში ეშმაკი ამ განზრახვით, ბოროტით, რომლითაც ის ესე იგი ხდება ერთგვარი ჭურჭელი, იარაღი ბოროტისა აცხოვრის წინააღმდეგ და ხდება ამ დიდი განსაცდელის დამტეხი თავის მასწავლებელზე, რომლითაც სარგებლობენ იმდროინდელი მთელი ბოროტი ძალა, როგორც დემონისა და ეშმაკის, ასევე ის ბოროტი ძალა, რომელიც თამოყრილია კაიაფას თუ პილატეს თუ მთელი ხუცესების თუ წიგნობრების გარშემო, რომლებიც ერთიანდებიან პირდაპირ ქრისტეს მიმართ და ქრისტეს წინააღმდეგ და აი ამ მთელი დიდი ბოროტების ერთგვარი უნებელი მსახური ხდება იუდა. თავისი ფიქრებით ასე ფიქრობს ის, რომ ის ასე უნებლად, ასე ჭკვიანურად, ასე მოხერხებულად თუ შეიძლება ითქვას ასეთ გამოსავალს პოულობს ის და ემსახურება თავისი ნებით ხდება აი ამ დიდი ბოროტების მიზეზი. რომელსაც ის ძალიან მწარედ ინანებს, მაგრამ ძალიან სასწარკვეთით, რომელიც მიზეზად ის ძალიან სამარცხვინო და სიკვდილს და სამარცხვინო სახელს დაემკვიდრებს მთელი კაცობრიობის ისტორიაში. ამაზე უფრო მეტი სამარცხვინო და ამაზე უფრო მეტი დიდი ღალატის თუ ბოროტების სახელს არც ერთი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში არ იმკვიდრებს როგორც იუდა. ადამიანი, რომელიც იყო მოციქული, ადამიანი, რომელიც იყო სასწაულების მომქმედი უფლის ძალით, კურნალი, ეშმაკების მდევნელი ერთდროს, თავისი მოძღვრის და თავისი ძმების დიდი ნდობით სარგებლობდა ერთდროს, რომელმაც ესე იგი შეიძლება ყველაფერზე ვარი თქვა და დიდი უბედურება, დიდი რისხვა, დიდი უკეთურება დაიმკვიდრა და დაიტეხა თავის თავს. ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ჩვენთაგანი ამ ცოდვისაგან, ღმერთმა დაგვიფაროს და ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენ ეს ჩადენილი ცოდვა, რომ მეტი კეთილი სინდისით დავიცვათ ყოველი დღე, ოთხშაბათი, რომ შორს დავიჭიროთ ჩვენი სიტყვით, ჩვენი საქმით, ჩვენი ყველა მოქმედებით იუდას საქციელისაგან დაგვიფაროს ღმერთმა, რომ ესე იგი მაქსიმალურად შევძლოთ ერთგულად ვემსახუროთ უფალს ჩვენი თუგით მოწამეობით და ჩვენი მოღვაწეობით, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით, რამე თუ კეთილად აღვასრულოთ როგორც დიდი მარხვა, ესე ჩვენი მთელი ცხოვრება და ბედნიერი და წმინდა და სუფთა სინდის შეხვდეთ აღდგომის დღესასწაულს და მარადიული ცხოვრების დამკვიდრების მიზეზად გვესცეს ეს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა შეგაძლებინოთ, რომ უცოდულად გაატაროთ ეს დღე და შეძლოთ ნამდვილი ქრისტიანული სინდისით შეხვდეთ ყველა ბედნიერ დღესასწაულს. მე ამით გემშვიდობებით, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე, კარგად გრძანდებოდეთ.